ეს ხალხის ფულია, ჩვენ ფულს არ ვიხდით. ეს არის ხალხის ფული, ხალხის შენატანების საფუძველზე შეგროვებული ფული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის ხალხის ფული, ეს არ არის ჩვენი ფული. ჩვენ მე პირადად არაფერს არ ვგარგავ. აქ საუბარია რაზე, რომ ეს არის ხალხის ფული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ არის ჩვენი თანხა. შეიძლება გაჩნდეს ფარმაცევტული მაფიის ახალ-ახალი ინიციატივები, რომლებსაც კიდევ ერთხელ შეიძლება არ მოქონდეს არავითარი შედეგები, გარდა ერთისა. ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებისა. თუ ამ თანხით ჩვენ შეიძლება უბრალოდ გავამდიდროთ ფარმაცევტული მაფია. თუ ჩვენ გვექნება იმის განცდა, რომ ეს თანხა შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ და მხოლოდ რეალურად, მხოლოდ და მხოლოდ ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას, ამ შემთხვევაში გაგვიჭირდება სწორედ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არის კონკრეტული მედიკამენტი, რომლის ღირებულება არის მაგალითად $3 მილიონი. არის მედიკამენტი, რომლის ღირებულება არის $700,000. ამ წამლების თვითღირებულება ერთ შემთხვევაშიც, მეორე შემთხვევაშიც არის მაქსიმუმ $300,000. თქვენ შეგიძლიათ თავადაც წარმოიდგინოთ, რა მასშტაბის მაფიაზეა საუბარი. წამალი, რომლის ღირებულებაც არის $300,000, იყიდება $700,000 და $3 მილიონად. ეს არის ჩვეულებრივი მაფია. თავარია, რომ ჩვენ არ ავყვეთ მაფიის ინიციატივებს და მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები.